ურეკავთ დია ყოლბაიას, ექიმი პათოლოგ-ანატომს, რომელმაც განაცხადა, რომ ადამიანები, რომელიც ბევრს ჭამენ, მათ აქვთ რაღაცა პირადი კრიზისული პერიოდი და არ არიან სიყვარულში ბედნიერები. თან რაღაცა კითხვას დაусმენ და შორთა როულის და დია მინდოდა. ქალბატონი დია, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ესეც საინტერესო თემებზე საუბრობთ ხოლმე. თქვენი გადაცემის რაღაცა მონაკვეთი მოვიწმინე, სადაც განაცხადეთ, რომ ადამიანი, რომელიც ბევრს ჭამსო, მას უაქო პირადი კრიზისული პერიოდიო და არ არისო სიყვარულში ბედნიერიო. ხო და აი თქვენი რჩევა მივიღე ახლა, გავითვალისწინე და საბანკო სექტორში მუშაობდი, წამოვედი. ცოლ-შვილი მივატოვე, 3 შვილი და ცოლი. და რაღაცნაირად ბედნიერად გრძნობ თავს, მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს ახლა მე, რომ კიკვიძის ბაღში ვზივარ, წასასვლელი არ მაქვს და 100 ლარი რო დამერიცხოთ და თუ არის შესაძლებელი 1-3-4 დღე რო თქვენთან დავრჩე სახლში. მაგრამ ძალფეთნერი ხარ. ძალიან დიდ ბუდის გიხდით, მაგრამ ვერ დაგეხმარებით. ვაიმე, რატო ქალბატონო დია, თქვენი რჩევა გავითვალისწინე. კი გაითვალისწინეთ, მაგრამ ვერ დაგეხმარებით, იმიტომ რომ არ შემიძლია დაგეხმაროთ. 100 ლარი, კიკვიძის ბაღში ვარ. ხო, ვერა, მაპატიეთ. თქვენთან რო ამოვიდე. რაღაცა საჭმელი რომ აჭამოთ. 3-4 დღე. ვერა. რატო ქალბატონო დია, აბა, რა ვქნა ახლა? არა, ვერა. ვაიმე, რატო? ვაიმე, ვერანაირად. ვაიმე, ძაღლმა მიკმინა. ვაიმე, ფეხზე. არა, ვაიმე. ხდება. ქალბატონო დია, ამიყვანეთ სახლში. ვაიმე, ვერა. რა გთხოვთ? იცი როგორი ძუნწი ვარ, გაგიჟდები. ძუნწი ხართ? ვაიმე, ხო. აბა, ამ რჩევებს რო იძლევით ესე ტყელს. ვიძლევი ესე კომპენსაცია ჩემი იმისი, რა ქვია მაგას. იცით როგორ არის, აი იკვიძის პარკთან ძალიან დიდი ბავშვების მოგონებები მაკავშირებს. ძაღლთანაც მართალი არ უკბენია, მაგრამ აი 100 ლარზე რომ იდგება საქმე. ხო, ვჭედა. 1-2 კალიკი. რა? 1-2 კალიკი. კალიკი რა არის? ვაიმე, რავი, მითხესო უთხარიო დაგეხმარებიანო. ვაიმე, როგორ შეცდომაში შეგიყავი, შარა შეგვიძლია. ანუ არც 100 ლარი, არც კალიკი, არც სახლი. ვერა. მარტო რჩევები, უფასო. კაი, რჩევა მომეცით, მიდით გელოდებით. მაინც ძაღლმა მიკმინა, წასვლელი არსად არ მაქვს. უნდა აიცრათ. გავიგე და დანარჩენი რჩევა ქუჩაში რო არ და სახლში არ მიმიღეთ.